წესიერი ჯარი რო ყავდეს ამ ქვეყანას, რატო ვერ ხერხდება? ერთის მხრივ არის ოცნება, რომელმაც დაიკიდა ფეხზე ჯარის თემა და მეორე მხრივ არის პროდასალური ფლანგი, რომლისთვისაც ეს ჯარი არის ერთადერთი ფუნქციის მატარებელი, რომ რამენაირად ნატოში შევიდეთ. თვითონ ამ ჯარმა აქ კი არ უნდა იომოს მაგათი წარმოდგენით, რამე რო იყოს. ამ ჯარმა უბრალოდ ნატოს სტანდარტების იმიტაცია უნდა მოახდინოს და ამათ წარმოდგენაში მერე ნატოში რო შეგვიყვანენ, ის ნატო იომებს აქ რატომღაც ჩვენ მაგივრად. უკრაინაში არ იომა უკრაინელების მაგივრად, მაგრამ ჩვენ მაგივრად რატომღაც გონიათ რომ იომებს. და ერთადერთი ძალა, რომელიც ვამბობთ, რომ აი სკოლის ასაკიდან ბავშვს იარაღის დაშლა აწყობა უნდა ვასწავლოთ და ეხლა უკვე დრონის მართვა უნდა ვასწავლოთ ბავშვს სკოლაში. ისეთი დრო მოვიდა. ჩვენ რო გვჭირდება ეგეთი ჯარი რო უნდა შევქმნათ. არა ნატოს სტანდარტების, არამედ საქართველოს გეოგრაფიას, რელიეფს და იმ საფრთხეებს რო შეესაბამება, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს. მაგაზე ადაპტირებული ჯარი რო გვჭირდება. ეგრე საკითხს არ აყენებს საქართველოში არავინ. ამიტომ არის საჭირო კონსერვატიული ოპოზიცია.